სისხლი გააქვთ ვინმეს? გუშინ პირველი დადებითი ბევრი მომივიდა და მარტო მაგას გამოვყავარ. სულ დამავიწყდება. მოგესალმებით გრაფი ოთრაკულა ტატიშვილი. ძალიან სასიამოვნოა. ეხლა რომ მოვდიოდი აქ პრეზიდენტის სასახლესთან ჩავიარე, იქ ხალხი იდგა, ბევრი ხალხი და ყვიროდნენ სისხლის მსმელო, მოვკვდი სიცილით. ხო, ესე იგი, კარგი, გადავიდეთ უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე. ყველა ველოდებით, ქალბატონებო და ბატონებო, ჰილარი კლინტონის ვიზიტს. მოგეხსენებათ, ჰილარი კლინტონი უნდა ჩამოვიდეს, ის ბაქოდან მიდის ანკარაში, უნდა გაიაროს საქართველო, ჯერ არ ვიცით, სად გაჩერდება თბილისში თუ რიკოთზე. დიდი მსჯელობაა, ვის დაუჭერს მხარს და ვის უჭერს მხარს ჰილარი კლინტონი, აქ პოლიტიკურ პარტიებზეა საუბარი. ასეთი დონის პოლიტიკოსები მოგეხსენებათ ყოველთვის თავს იკავებენ, რათა ასე აშკარად დააფიქსირონ თავისი სიმპათია, ასე ვერ გავიგებთ ჩვენ ვის უჭერს მხარს ჰილარი კლინტონი. უნდა მეორე კუთხით მოვუაროთ. რომელ რიცხვში ჩამოდის? 5 რიცხვში. ჩავოდის 5 რიცხვში. კარგი. მე ძალიან მომწონს ქალბატონი ჰილარი კლინტონი, სხვადასხვა ის იყო ერთ-ერთი პირველი, თუმცა პირველი არა, ვინც აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში დააფიქსირა სიტყვა ოკუპაცია. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან, მე ასე არ გამხარებია, პირველად შვილმა მამა რო დამიძახა. ასეთი გზნობა მაშინ არ მქონია, როგორც ჰილარი კლინტონმა რო ახსენა სიტყვა ოკუპაცია, ამიტომ ქალბატონო ჰილარი, ნება მიბოძეთ, რომ მე ახლა გავშალო ეთერში ქართველი ხალხის გულიდან ამოხეთქილი თქვენი მხარდასაჭერი ლოზუნგი. ერთი წუთი. დიდი მადლობა. სხვათაშორის თვითონაც ძალიან უხარია ქალბატონ ჰილარი კლინტონს საქართველოში რომ ჩამოდის დღეს Facebook-ზე შევედი მის გვერდზე და ესე იგი ესეთი პოსტი ედო ასეთი რომ უიმე რა კარგია 2 დღეში უკვე თბილისში ვიქნებე. მოგეხსენებათ 1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა, ძალიან ორიგინალურად აღნიშნეს ეს დღე კონტროლის პალატის წარმომადგენლებმა, მათ ბიძინა ივანიშვილის უმცროსი შვილი დააჯარიმეს. 1 ივნისი ასევე გახლავთ რუსთავი 2-ის დაბადების დღე, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დაბადების დღე, 18 წლის გახდა ტელეკომპანია რუსთავი 2. გულოცავ ყველას, ვინც ამ არხის იმიჯზე ზრუნავდა წლების განმავლობაში. ეს იყო ეკა ხოფერია, ეს იყო ნათია ლაზაშვილი, უდუმაშვილი ზალიკო, დიმა ობოლაძე, კოხორა, ხო, სოსო ნარიმანიძე, ის კიდე დიშინეტენენე. ესეც ზრუნავდა დიახ და რა თქმა უნდა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი. კიდევ ერთი მილოცვა გია თორთლაძე. დაიპყრო კიდევ ერთხელ ევერესტი ძვირფასო მეგობრებო, მაგრამ იმდენი დრო ენერგია შეალია, დაიღალა ამ ლაშქრობაში და როცა ბრუნდებოდა სამშობლოში მთელი გზა ეძინა. ამით ისარგებლეს მისმა მეგობრებმა და გაპასტეს. თუ არ გჯერათ, ნახოთ ერთად. ამ ასვლაზე ავიდა 2 დროშა პირველად. პირველი დროშა თუნდა იყო საქართველოს განდების გარეშე და გაშუქდა თელ სოფლიო პრესას პრეზიდენტი. აი ეს სასაცილო გამოიყურებოდა ბატონი გია თორთლაძე. კარგი, მე ახლა წავალ, გავიქცევ, იმიტომ რომ სისხლის გადასხმის ინსტიტუტიდან დარეგეს ვიშოვეთო. თან გამოვიცვლი და ვბრუნდები, თქვენ არსად არ გადარჩოთ, იმიტომ რომ ჩვენ ვიწყებთ ღამის შოუს. ლას ვეგასში გათენდა, ისე ახლა ამოვიდა Washington-ში შუა დღეა, დაცვაც წამოვიდა ამსტერდამში, ახლა 7 საათია, ვიტრინაში დგანან მონიკა ჯენიფერი, სამანტა გაბრიელა და ნატია. ტოკიოში შუა ღამეა, რობოტებსაც ეძინება, სეულში კი ფიქრობენ ის თუ არა.
ძალიან დიდი მადლობა. განვაგრძოთ. მე მინდა მიულოცო ხატია დეკანოიძეს დაწინაურება, იგი აღარ არის პოლიციის აკადემიის რექტორი და გახდა გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი. ვიღაცას გონია რომ ეს დაწინაურება არ არის, როგორ არ არის, გდანში მუშაობდა და პლეხანოვზე გადავიდა. მეგობრებო, ესეთი გადაცემა მაქვს მე, ვინც მოვიდა ჩემ გადაცემაში, ყველა დააწინაურეს. ხატია დეკანოიძე დააწინაურეს, სოფო მყავდა ნიჟარაძე გადაცემაში, ქეთო და კოტეში აიყვანეს, სამორი ბალდე მყავდა, ბინა აჩუქეს. მე მინდა მივმართო ჩვენს ხელისუფლებას. მე წინა გადაცემაში სურამელაშვილი მყავდა და ახლა კულტურის მინისტრად ნუ დამინიშნავს გაზიანა. დასასრულს მიუახლოვდა სასწავლო წელი, მაგრამ უკვე გვპირდებიან, რომ მომავალი სასწავლო წელი რაღაც სიახლეებით იქნება დახუნძლული. მე ძალიან მაინტერესებს თუ რა სიახლეა, იმიტომ რომ შვილები მყავს მოსწავლეები, რა თქმა უნდა, ისე როგორც ნებისმიერ თქვენგანს. ამაზე კარგად ვინ გვიპასუხებს? ყველაზე კარგად გვიპასუხებს განათლების მინისტრის მოადგილე ბატონი კოკა სეფერთელაძე, ძვირფასო მეგობრებო, რომელიც ახლა ჩაგვერთვება ღამის შოუში. ბატონო კოკა, რა სიახლეები იგეგმება ახალ სასწავლო ჩვენი ამოცანა არის მასწავლებლების ასევე სამუშაო ადგილას კომფორტული გარემო შექმნა. ეს არის ჩვენი ამოცანა. ჩვენი ამოცანა არ არის ვინმე ჩაჭრა. ჩვენ სპეციალურად ამიტომ დაგვყავს და მათ აქვს საშუალება რომ მივიდნენ მასწავლებლის სახლში და აიმაღლონ კვალიფიკაცია, სადაც ტრენერები ზუსტად იმ პროგრამას ასწავლიან, რომელიც მათ მომავალში დასჭირდებათ. დიდი მადლობა. ბატონო გოგა, ასევე დასასრულს უახლოვდება საატესტატო გამოცდები. მე მაინტერესებს მოსწავლეები როგორი მომზადებულები შეხვდნენ და საერთოდ როგორ მიმდინარეობდა საატესტატო გამოცდები თუ შეიძლება. არა, ჩვენი ამოცანა იყო რომ მეტი კომფორტი შეგვექმნა პედაგოგებისთვის. ჩვენი ამოცანა იყო რომ მეტად უფრო კომფორტულად ეგზნოთ მათ თავი გამოცდებს. ბატონო გოგა, ეგ ხო მითხარით უკვე. ეგ ხო მითხარით. მე მაინტერესებს და გეკითხებით, ბავშვებმა რა ქნეს თქო? ბავშვებმა რა ქნეს? ჩვენი ამოცანა არის პედაგოგს შევუქმნათ მეტი კომფორტი გამოცდებზეც და ჩვენ სპეციალურად ამისათვის გავხსენთ მასწავლებლის სახლი, სადაც 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს მათი კვალიფიკაციის ამაღლება. იმიტომ რომ ჩვენი ამოცანა არის რომ ეს პედაგოგები სკოლაში ასწავლიდნენ, მათ კონდეთ სამუშაო ადგილი და იზრუნონ მომავალ თაობას. კარგი, შევცვლი ცოტა ფორმულირებას, კითხვის სხვანაირად შეგეკითხებით. ბატონო კოკა, მამიდა ჩემი იზოს უნდა რომ იყიდოს მანქანა. და აი მამიდა ჩემი სასაკის ქალისთვის, რომელი მანქანა აჯობებს, კაბრიოლეტი BMW 328 სიტყვაზე თუ რამე ისეთი პატარა ჯიპი. აი ამასთან დაკავშირებით რას მეტყვით? შევუქმნათ ყველა პედაგოგს. დაცილებით უფრო მეტი კომფორტი როგორც გამოცდების დროს, ასევე სამუშაო ადგილის დროს. სპეციალურად ამისთვის ავაშენეთ ჩვენ პედაგოგის სახლი, სადაც 24 საათის განმავლობაში ჩვენი ტრენერები ამზადებენ მასწავლებლებს სწორედ იმ გამოცდისთვის, რომელიც მომავალში მათ მოუწევთ და იმ პროგრამით, რომელსაც მათ მომავალში ექნებათ საქმე. დიდი მადლობა. რამეს ხوار დაამატებთ, ბატონო გოგა? ჩვენი ამოცანა არის თითოეულ პედაგოგს შევქმნათ კომფორტული გარემო იმისათვის, რომ მან მოახერხოს მისი კვალიფიკაციის ამაღლება. ამისათვის შევქმნით ჩვენ მასწავლებლის სახლი, სადაც 24 საათის განმავლობაში ჩვენ ტრენერები ამ პედაგოგებს ატრენერებენ სწორედ ზუსტად იმ პროგრამით, რომელიც რასთანაც მათ მომავალში ექნებათده დიდი მადლობა, ეს იყო განათლების მინისტრის მოადგილე ბატონი კოკა სეფერთელაძე თავისი ჩვეული ამომწურავი პასუხებით. ჩვენ კი განვაგრძოთ ღამის შოუ. ძალიან დიდი მადლობა. გადაცემის შემდეგი რუბრიკა გახლავთ ქალი პიკში. და ბევრი ვიფიქრეთ, ვინ მოგვეყვანა ამ რუბრიკაში. მე გადავწყვიტეთ, რომ განაპოლსკი არ გამოდგებოდა და მოვიწვიეთ ეკატერინე კოტრიკაძე. გთხოვთ.
ეკატერინე კოტრიკაძე, ძალიან პოპულარული ტელეწამყვანი, ტელეკომპანია პიკის, რას ნიშნავს პიკი? წერილს ნიშნავს. და თანაც ნიშნავს პირველ კავკასიურ არხს. ყველაფერს ერთად, ანუ სიმბოლურია. აი, ვინც მეკითხებოდით, ვინც მეუბნებოდით, ქართულად ვერ ლაპარაკობსო. ხო თქვა, ვისაც ჰქონდათ ეჭვი, რომ ქართულად ვერ ლაპარაკობდა. ანუ ის არ არის, ხო? აქუბარდია პიკულის რო გეძახით. არა. რეალურად პიკული არ ახართ. რეალურად პირველი საინფორმაციო კავკასია. კი ბატონო, თქვენი მაყურებელი ვინ არის? ეს არის მთელი პოსტსაბჭოთა სივრცე. ანუ ყველა ვინ საუბრობს რუსულად. და ასევე ევროპა, ამერიკა, ის ადამიანები, ვინც დაინტერესებულია რუსულ ენაზე მიიღოს ინფორმაცია. წერილებს თუ გიგზავნიან თქვენი რა თხოვენ წერილებში რას? მე ვიცი რომ ერთი გთხოვეთ რომ ოთარ დადიშვილი მოიყვანეთო და დამიძახეთ კი ბატონო კი ჩემს დაბადების დღეს დაგიჭერეთ მახსოვს კარგი იყო ძალიან რა ვიცი აი მადლობებს გვიხდიან უფრო მეტი საქართველოსო მოგვიყევითო აი ახალი ფილმები ახალი სერიალები ძალიან დაინტერესებული აუდიტორია ისე რა ხდება პიკში აი მე რა მაინტერესებს ისი თქვენ და მზე ხართ ერთ შენობაში კი ძალიან საინტერესო სტუმარი ჩამოდის თქვენთან ბევრი ხო შენდეროვიჩი ჩამოდის უამრავი კიდევ ვინ არის ხო კასპაროვი ასე შემდეგ გია ჯაჯანიძეს რო ხედავენ რა შტაბილება გია ჯაჯანიძეს რა მე ყოველთვის არ მინახავს არ მალავთ როგორ გეკარდება ხო აბო მე არ მინახავს ეს შეხვედრა არ ყოფილა ჯერ ისტორიაში პიკის ისტორიაში ასეთი თუმცა რუსეთიდან რო ჩამოდიან პოლიტიკოსები ხო წარმოგიდგენიათ ოთარ ყველაფერი უნახია დედამიწაზე რა გია ჯაჯანიძე არ იქნება ხე სიურპრიზი არა აჩვენეთ ვინმე თუ ჩამოვა იტყვის ეს ხალხი რომ კარგად იცვავენ საქართველოსიო ფული აქვს და ასე შემდეგ კარგი პიკის ერთ-ერთი მიზანია როგორც მე ვიცი რომ ჩრდილოეთ კავკასიის ხალხში იმიჯის გამოსწორება საქართველოსი ხო ზოგადად როგორც ქვეყნის არა არ მეთანხმები ამაში მათ შორის რუსეთში და აი ამ ხრივ რა ხდება აი პოლიციის რეფორმაზე თუ იციან რამე ძალიან ბევრი იციან სხვათა შორის და იციან კარგად და სხვათა შორის ყოფილმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა თქვა კიდეც რომ აი საქართველოში ეს რეფორმა კარგად ჩატარდაო და ჩვენც პრინციპში კარგი იქნებოდა რომ გაგვეკეთებინაო მაგრამ ყველაფერი იციან ჩვენგან მათ შორის კარგი რადგან მედვედევი ახსენე კაცო ასეთ შეკითხვა მაქვს ეს მედვედევი მართლა ასეთი პატარაა თუ რუსთავი ორია პატარა აი მედვედევი პატარაა მართლაც ჩემზე ბევრად დაბალია და მე რომ მედვედევთან ინტერვიუზე ჩავედი მთხოვეს პრესამსახურმა რომ ოღონდ ქუსლებზე არა გეხვეწებითა და ქუსლები ესე გამხადეს მოკლედ და მაინც მაღალი იყავი კი ხო ნუ უდიდეს ხალხთან ქონია შენ ხა ინტერვიუ ქონია მედვედევთან მიხეილ სააკაშვილთან ოთარ ტატიშვილთან ეს მედვედევზე კითხე უკვე მიხეილ სააკაშვილი მართლა ასეთი მაღალია თუ რუსთავი ორი ადიდებს მაღალია ნამდვილად მაღალია ოთარ ტატიშვილი მართლა ასეთი სიმპათიურია თუ აი იმედის ეთერში ჩანს ეს აი ცხოვრებაშიც ასეთი ხალისიანია ცხოვრებაშიც ესეთი ხალისიანი სიმპათიური და შემდეგ ნუ მაკიაჟიც რა თქმა უნდა თავისას შვებია. კარგი, ფოტოშოპის მე რო ვიყავი შენ დაბადების დღეზე, მოგიტანეთ ჩვენ საჩუქარი, ტორტი მოგიტანეთ. და ყვავილები უამაზეს. ხო, მალეა ჩემი დაბადების დღე და ნუ შეწუხდი. არა, ერთადერთი აი ოქროს ძეწყვი მინდა, მე ჩემი მეუღლე დაგირეკავს და გეტყვის როგორი ქსოვა უნდა იყოს. ხო. თქვენთვის ყოველთვის. ხო, ჩემთან აი ქსოვას გეტყვის უბრალოდ და ეხლა ზომა და სისქე გადაცემაში კიდევ ერთხელ დამპატიჟებ? Yes of course, რა თქმა უნდა, გადაცემაში და ხო, თავისთავად. კიდე რა მაინტერესებს, სხვათა შორის გათხოვდა. სულ ახლა ხანს, ხო? რამდენი გავიდა? ორი თვე, მიულოცოთ როგორია. ორი თვე. გათხოვდა და თქვენი მეუღლე არის? ეგორ კუროპტევი რუსი, ებრაელი. რუსი. ებრაელი. რუსი. ებრაელი. ბაბუ ყავს სომეხი. ბაბუ ყავს სომეხი. ანუ ისეთია რა, სოვიეტსკი საიუზი. ინტერნაციონალი. ხო. ის როგორ შეუღლით? აი მაინტერესებს. სიღნაღში ძალიან ესე ექსპრომტად. უცებ როგორ გაიცანით? გადაღებაზე რა თქმა უნდა მოსკოვში ინაუგურაციასთან დაკავშირებით ვიყავი ჩასული და იქ მეხმარებოდა პროდიუსერი იყო. აჰა, პროდიუსერი. მატვი განაპოლსკი, რომელიც ყავდათ გადაცემაში სტუმრად, არის ყველაფერში დამნაშავე, მან გამაცნო ჩემი მეუღლე. მან გაგათხოვა. კი. მან გაგათხოვა. კაია. კარგი, რა მაინტერესებს იცი? ნუ ეხლა გასაგებია ორი თვე ჯერ ცოტაა, მაგრამ აი რაღაც პატარა რაღაც ის რო ქონიათ დაუშვათ კამათი.
მოდი ასე დავარქვათ. აი რაღაც რუსული ზამაშკები არ აქვს ხოლმე, აი გაზს არ გიკეტავს მაგალითად ან კიდე რა შეიძლება კიდე აი ბორჯომის და ქართული ღვინის დალევაზე უარს ამბობს. არა. ან რაღაც ან ლავროვს ხო არ ალანძღვინებს შენ თავს. ან არ ეკავს მოსკოვში არ არის საშუალება არა. აპოლიტიკური ადამიანია, რაც ძალიან მიხარია, სხვათა შორის გრუზინია ესეთი კრისტალურად სუფთა გრუზინია. აბა ებრაელია უკაცო. კი, მაგრამ აი თავის მენტალობით არის სუფთა ქართველი მინდა. კარგი, მე მინდა რომ წარმატებები გისურვო. დიდი მადლობა. ქართველები როგორ მოგმართავენ ხოლმე? კაჭა. კაჭა, მაინც ყველა კაჭა. მაინც კაჭა. კარგი, მეც ასე მოგმართავ, ჩვენთან კაჭა კოტრიკაძე იყო დღეს სტუმრად, არაჩვეულებრივი ადამიანი, პროფესიონალი, ჟურნალისტი, ჩვენი სტუდიის ძალიან დიდი მეგობარი და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ კიდევ ვითანამშრომლებთ და ერთმანეთთან. ჩვენთანაც და თქვენთან. ხო, ჩვენ თუ ვივლით ერთმანეთთან სტუმრად, ჩემო კაჭა. აბა, სხვა ვინმის. ეკატერინე კოტრიკაძე. ძალიან დიდი მადლობა. ძვირფასო მეგობრებო, დღევანდელ გადაცემაში მაჩვი მამის სტატუსში პირველად არის აი ამ გადაცემაში. ჩვენ წინაზე მივულოცეთ, მაჩვი არ იყო, არ გესწრებოდა. მას შეეძინა პატარა ელენე და შეგიძლიათ პირადად მივულოცოთ. მაჩვის მამობა. ჩვენ კი განვაგრძოთ ჩვენი დღევანდელი გადაცემა, ვაგრძელებთ რუბრიკას ფასიანი პოლიტიკური რეკლამა. დღეს ამ რუბრიკას გამოეხმაურა კვლავ ქართველ ვირტუოზთა ალიანსი ბიუჯეტისთვის, ეგრეთ წოდებული ქვაბი და მათ ვიწვევ ახლა ეთერში. გთხოვთ. გამარჯობა. ის ბიჭი სად არის? პრემიერ-მინისტრი რომ უნდა ყოფილიყო თქვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში? ის ნოე. დიახ, სად არის? ნოე. ხო, ნოე გადავიდა. სად გადავიდა? ქართულ ოცნებაში გადავიდა. იქ იმ ხელათ ამდეობას აძლევენ ჩვენი პრემიერ-მინისტრობა რა არის? გადავიდა დაქტორ. და რას აკეთებს? ბერას უკან ცეკვავდა მეორე რიგში. ახლა გადმოყავთ პირველ რიგში. აჰა. კარგი. ბატონო იოსებ. და ეს პანკი ვინ მომიყვანე? ეს ვინ არის რა უნდა? ეს დიახ. ერთ-ერთი კი არა, ერთადერთი ახალგაზრდა დამჭა პარტიაში. მეტი არ ამყავს, ეს არის ბზარეულას ვეძახით ამას ჩვენ. რო არ გამექცეს, ახლა მე თვითონ შეგვიჭა თმები. ეს ცოტა ხანი იმუშავებს ახლა ეს მეთოდი და მე შეიძლება საყურეც გაუკეთო. კარგი, კი ბატონო, გაიცა. მიესალმე შენ უგერიდება. არა, მომესალმა უკვე, ხო მიესალმე ბიძიას უკვე, კი.
ესე იგი, რა მაინტერესებს? აი ზაფხულში რასაპირებთ თქვენ კვლავ გააგრძელებთ მუშაობას, დაისვენებთ თუ აი როგორ მოიქცევით? საკუთრალია დასასვენებლად. დიახ, ამიტომაც გისმენთ, დიახ. მე მქონდა გაწერილი წინა საარჩევნო გეგმა ბატონო ოთარ. ესე იგი მივდიოდით ჩვენ ბათუმში, მივდიოდით ლიკანში, ბორჯომში, კვარიატში, გონიოში. შემდეგ ემიგრანტებს ხვდებოდით შარმან-შეიხში, ბოდრუმში, თემერში და არა ორი კვირის წინ რაღაც ფინანსური პატარა პრობლემა და კაიგად. და რა პრობლემა ამისთან ფინანსური? რა პრობლემა და შვაინშტაიგერს რო გაუყმეს ეს მოწყეს მე რატო აცვა ეს პენა ხო იქნებოდა დასვენებული, მაგრამ ორი რამე მიშლის, ნებო შეტაპებული. არ მინდა კიდე რომ წამომწდეს რაიმე ისეთი უწმაწური სიტყვა რა. კარგი. კითხეთ სხვა რაღაცა. კარგი, დავშვიდით. ჰიმნი რო დავწერეთ? რა დაწერეთ შვილო? ჰიმნი. ო, ჰიმნი დავწერე. ჰიმნი? აბა, ჰიმნი გინდა გიმღერო, ჰიმნი. ვაიმე. კი ბატონო. ჰიმნი მივღეროთ? კი, იმღერეთ, კი. როგორ იწყება თავიდან? და სანამ როგორ არის მითხარი კაცო? და სანამ მას მისცემ სხვას შეხედემ ჩვენი ერქვა მაგრამ იქნება ქვაბი როცა აღარ იქნება როცა ქვაბი აღარ იქნება რა არ მოგეწონა ჰიმნი? მოწონა, არაჩვეულებრივი. რატო არ მოგეწონა? არაჩვეულებრივი ჰიმნია საქართველოს შესაძლო. და აი ამ ყველაფრის შემდეგ თქვენ იმედი გაქვთ რომ აგირჩევენ და მოხვალთ ხელისუფლებაში? რას ამბობთ? როგორ არის იმედი კი არა. იმედი გაქვთ, გისმენთ. სარეულას უკვე ტექსტი დავამუღამები ისე ხო შენათი. მიდი ბიჭო თქვი. მისი აღმატებულება ასე თქვა ეს საკუთრება რა. მისი აღმატებულება საქართველოს პრეზიდენტი იოსებ დახუნდარიძე. ამბავს აწუხებს რამე? არაფერი. ძალიან გაგიმოჩვე. ჯამთელი ბავშვი. ასეთი ჯამთელი. თავისებურად ჯამთელი ბავშვია. კი ბატონო. კარგი. ხო. ხალხში გასვლას თუ აპირებთ? თუ ხალხში არ ვართ ისედაც, ოფისი ჩვენ არ ვართ და მანქანა და ვიცით ხალხში. ხალხში ვარ ჩვენ ისედაც სულ. მე ჩემ ამომრჩეველთან ვარ სულ. ასეთი კაცი ხარ თქვენ. ასეთი კაცი. აი გამახსენდა ეს თქვენი ლოზუნგი ასეთი კაცი. ხო, მე ჩვენ იმდენად ვართ ხალხში უკვე ჩვენი შეძახილებიც იციან. მაგალითად ვიბარებთ ჯარს. ნომინაცი ქოს. ვიბარებთ ჯარს. ნომინაცი ქოს. ვიბარებთ ჯარს. ნომინაცი ქოს. თავი ჩვენ ბატონოთან ახლა და იწურება თქვენი დრო და ამიტომ ის არის მაგ რა ქვია ათლეტა მყავს უბანში ერთი ვინ ბოდიში ათლეტა კაი ბიჭია ძალიან ზედმეტ სახელია ხო ზედმეტ სახელი აქვს და შემპირდა რომ ისაო გაღუნულ არმატურებს მოგცემ და წავალ ახლა გამოვარ თვითონ ღუნავს ალბათ ხო ხო ათლეტა რო არის ხო წავით ახლა კარგად იყავით მოზუნგით ვიბარებთ ჯარს მამიეცის ქვა ვიბარებთ ჯარს მამიეცის ქვა ვიბარებთ ჯარს დიდი მადლობა. გადაცემის შემდეგი რუბრიკა გახლავთ ყველაზე სახიფათო პროფესორი. ამ რუბრიკაში ჩვენ სტუმრად მოვიწვიეთ ლალი მოროშკინი. კაც ყოველ შემთხვევაში
მაინც ასწავიყვან ჩვენ საუბარს. ლალი, გაიხედე წინ. ოდნავ მარცხნივ. რამეს გაგონებს ეს ადგილი? მე არა. არაფერს არ გაგონებს ეს და აბსოლუტურად. არაჩვეულებრივი ადგილია. იცი არის მე სადღაც წავიკითხე, რომ დამნაშავეები აუცილებლად უბრუნდებიანო იმ ადგილსო, სადაც დამნაშავენი ჩაიდინესო. ხოდა რასერჩი კაცო სიმართლე ყოფილა. მე ვარ დამნაშავე? არა, როგორ გეკადრებთ? არა, ისევ თქვი, უბრალოდ მოვიყვანეთ ციტატა, ეს ჩემი საყვარელი ერთ-ერთი დეტექტივური რომელი და როგორ ხარ მოგვიყევი ახლა ახალი წიგნი, არაჩვეულებრივი ახალი წიგნი, რომელიც უკვე მაჩუქე. რაზეა ეს წიგნი? გისოსებს მიღმა საქართველო, აი ამაზეა. ამაზეა. საკმაოდ მძიმე თემატიკა. მაგრამ როგორი ყოფაც არის ასეთია თემატიკა. აი რა სიტუაციაში უნდა წავიკითხო ეს წიგნი, მაგალითად ძილის წინ, ძილამდე ესე იცი რა, ძილის წინ თუ წაიკითხავ, გპირდები რომ ძილი გაგიტყდება და დილად ჩაგიშხამდება. ამიტომ შეეცადე ისე დროს წაიკითხო, როდესაც საქმე გასაკეთებელი არ გიქნება. ესე ვერ წავიკითხავ. მომისმინე, რის თქვა მინდა? აი მომიყევით, მე მომიყევით. ეს ცნობილი ამბები რო იყო, გისოსებზე გამახსენდა, შენ თვითონ გამახსენე. მე ჩვენი ზიკო გავიდა მართვის მოწმობის გამოცდაზე. და ვერ ჩააბარა, იმიტომ რომ აღმოჩნდა, რომ შეუცვალეს სახელი ერთ-ერთ იმას ნიშანს, საგზაო ნიშანს. ნახე, აი ესეთი საგზაო ნიშანია. ესე იგი ადრე ეს ნიშნავდა რომ უახლოეს ასე ვთქვათ მეტრებში თქვენ შეგხვდებათ რესტორანი და საკვები ობიექტი. ახლა ამ ნიშანს ქვია ფრთხილად წინ ლალი მოროშკინა. ძალიან კარგი, ყველამ გაითვალისწინა. აი თქვენგან ეხლა შეხედეთ პირველ ხუმრობაზე გაიცინა, მე შემილია ეს მოვიხსნა. მაგრამ მაინც ახლოს მექნება, ახლოს. კარგი. ეს თქვენ ხო, კიდე მამიდა ჩემი იზოს უყარხარ ძალიან. რამდენიმე დამახვედრე, ესე მიმაქ ხო? ყველაფერი მიგაკ. მამიდა ჩემი იზოს უყარხარ ძალიან. ხო. და აი ხის ჩანგალი. ეს როგორი მომენტია, იცი? ეს დაახლოებით როგორი მომენტია, იცი, რომ აი ეს რო არის ფოტოთოფები, ხო იცი, თან ნადირობ. თან არავის არ კლავ. აი ესეთი გლუვია, ეს მამიდა ჩემი იზოსგან კიდევ თქვენ. მადლობა. ეს გამოთავლა. ნახე როგორი ბასრი ჭკილები მაქვს. კი, ჭკილები ბასრი. ჭკილები ძალიან ბასრი აქვს. სხვათა შორის კიდევ მაქვს შენთვის საჩუქარი. ეხლა ერთ წუთი. ესე იგი. ერთ წუთი. ეხლა ისე არ დავუყურებ. მინდოდა. ერთ წუთი. ეხლა არის ძალიან საშიში მომენტი. ძვირფასო მეგობრებო და ამითი ისე დავასრულოთ და მე გადავიდეთ. ასე დაიწყეს მაშინა. სრულიად შემთხვევით, ჩემმა სცენარისტებმა აღმოაჩინეს დიპლომი. ამას იქ ვამუშავებდი მე. ხო, ასე, დიპლომი, რომელიც ახლა შეიძლება ძალიან ძვირი ღირდეს. ამ დიპლომს გაყიდი და მე ქველმოქმედებას მოახმარ. ლალი დაწყდარდი. არ იკითხება ძალიან კარგი. ეს თქვენ ეს ის დიპლომია, რომელიც აჩუქეს კალვატონ ლალის. დიდი სამი კარგი მორჩა, ესე იგი გადავრჩი. კარგი. ეხლა სადაური მოროშკინა ხარ შენ მოგე. თბილისელი. ისე წარმოშობით პეტერბურგიდან, ბებია კახეთიდან ბრძანდებოდა ქალბატონი ვაჩნაძე. ჩავიდა სასწავლებლად რუსეთში, შეუყვარდა საკუთარ რექტორს. რექტორს, ბატონ მაროშკინს, ანუ ბაბუაჩემს და ბებიამ არ მოინდომა რუსეთში დარჩენა, ჩამოვიდნენ თბილისში. ესე იგი შეიძლება ასე მოხდით აქ. პატომსტენი პროფესორშა ხარ. მეკუთვნოდა. კი ბატონო, მე როგორც გავიგე შენ არჩევნებში აპირებ მონაწილეობის მიღებას და კენჭი გინდა იყარო ახალციხეში. მოკლედ ამ ციხეებს ვერ ეშვებ. ვერა, ხო, რაღაცით ასოციაცია უნდა იყოს. იცი, ძალიან დიდი სურვილი მქონდა რატომ? იმიტომ რომ კარგად ვიცის მხარე, რადგან იქაც ვასწავლი
პიარს და ჟურნალისტიკას და ჩემთვის ძალიან საყვარელი ადამიანები ცხოვრობენ. ლალი, ჩვენ აქ ხანდახან, არ ვიცი რამდენად უყურებ ჩვენ გადაცემებს, მაგრამ ალბათ უყურებ, რადგანაც დათანხმდი და მოხვედი. ჩვენ აქ ხანდახან სტუმრებს ვაშინებთ ხოლმე. ვიდეთ. ხო, ვაშინებთ ხოლმე, აი, აქედან ეს ჩუმად, ან აქედან ესე შემოდის ხოლმე არაჩვეულებრივი მულტიპულტის ფორმაში გამოწყობილი ერთი პატარა ბიჭუნა და ესე ვაშინებს ხოლმე, მაგრამ ნუ ახლა ვიფიქრეთ, რომ ლალი მოროშკინა ვიმლა შეაშინოს, ან თუ შეაშინებ, ხო, ძალიან გთხოვ დადე ეს და მე წაიღებ. ან თუ შეაშინებ, რომ რაღაც, კარგი. სხვათაშორის ის დღეს დავფიქრდი და შენ უფროსი თაობის წარმომადგენლები გიცნობენ როგორც ტელეწამყვანს, ხო, შენ გამოჩნდი როგორც ტელეწამყვანი, ახალგაზრდები როგორც სექსზე მიძღვნილ წიგნების ავტორს. იმიტომ რომ არ კითხულობენ ახალგაზრდები, არც ერთი წიგნი სექსზე არ ყოფილა. ეს იყო მხოლოდ სათაურში. და ციხეში როგორც ისპალნიწელს რა. პიარ ტექნოლოგია. ხედავ რა კარგია. აი, რატო გაგიჩნდა ეს რა ქვია, სურვილი რომ დაგეწერა აი ამაზე. უსექსობა პატარა ქალაქში, აი ეს ყველაზე ძალიან მაინტერესებს. რატომ ეს არის პიარ ტექნოლოგია, როდესაც იყენებ არსებულ ძალიან კარგად ცნობად. მაგალითად იყო სერიალი სექსი პატარა დიდ ქალაქში, სადაც 4 ქალი ყვება ყველაფერს მათ გარშემო რაც ხდება. რეალურად რა თქმა უნდა სექსი იქ არ არის და ჩემ არც ერთ წიგში არ არის, მაგრამ რა ვქნათ, იცით, სექსი და პოლიტიკა ყველაზე კარგად იყიდება. შესაბამისად, სექსი შეიძლება სათაურში იყოს, მაგრამ პოლიტიკა არის უკვე შიგთავსი ამ წიგნის და იმიტომაც იყიდება ამდენი და მკითხველი ბევრი ყავს, რომ ჩვენი საზოგადოება პოლიტიზირებულია, აინტერესებთ ასეთი თემები და მე ვაწვდი იმ ქრონიკას, რომელიც დღევანდელი დღის ქრონიკა არის. უბრალოდ ეს არის წიგნები დღევანდელ საქართველოს. გასაგებია. შენი ერთი წიგნი კიდევ ყველა მამაკაცი იდიოტი არ არის. ხო? ხო არის ეს წიგნი. აი ჩემზე რა სიტყვა მაგალითად მე იდიოტი ხო? შენ ყველა არა ხარ? არა, ხო და მაინტერესებს მე აი ვარ იდიოტი როგორ გონია? არა, რატომ გონია ვერ გავიგე რა ის არის ახლა? ასე? ასე არა გიშავს. ჰა? შენ მაინც არა ხარ. მე მაინც არა ვარ. მე მაინც არა ვარ. შენ ასწავლი ლექციებს კითხულობ ასევე სეუში. სეუ ეს არის ძალიან ცნობილი უმაღლესი სასწავლებელი სეუ საქართველოს ეროტიკული უნივერსიტეტი. რას? აი ხა იდიოტი ხარ უკვე? ეროტიკას რო კაცი აუღებს ახლა დავიწყო? კარგი, რას ასწავლი? მე ვასწავლი როგორ კარგად გამოიყენონ თავისი უნარჩვევები ცხოვრებაში. რა გააკეთონ ამისთვის, რა წაიკითხონ, თქვა, რა ლიტერატურაა საჭირო, მენეჯმენტის საფუძვლები, პიარის და ასე შემდეგ და მოტივირებულები არიან, იმიტომ რომ ჩვენ ყველას გვინდა რომ რაღაცა შევძეთ ადამიანებად. წაიკითხონ, რომ კარგი პიარ მენეჯერები გამოვიდნენ. იცი რა, ჩემი წიგნები კარგად იყიდება, შესაბამისად მე კარგი პიარ მენეჯერი ვიყავი მანამ, სანამ კარგი მწერალი გავხდებოდი და ამას ვამბობ, იმიტომ რომ ოქტომბრიდან ჩემმა წიგნმა მთელი ეს წელი გაიარა ძალიან ბევრი საფეხური ევროპაში და ოქტომბრიდან მთელს ევროპაში გაიყიდება და გაიარა ეს სამეცნიერო საბჭო და ასე რომ შემიძლია ეს თქვა და ისიც მინდა ვთქვა რომ ბოლო წიგნის რეცენზორი არის ბატონი რეზო ამაშუკელი ისიც ამას არ გააკეთებდა რომ არ ყოფილიყო რაღაცა ფოტო ამოქექეს შენი ჩემმა სცენარისტებმა რომელსაც მე რა თქმა უნდა არავის ვანახებ შენ ხარ როიალზე შეიძლება არ ვიცი ფოტო ის არის მონტაჟი შენ ხარ წამოწოლილი როიალზე აი ესეთი მე მაქვს ეს ფოტო ნანახი რა ესეთი ეს ძალიან ლამაზი ფოტოა ხო ფანტასტიკური ისტორია აქვს ამ ფოტოს ხო ამ ფოტოს ფანტასტიკური ისტორია მაგრამ მომისმინე კარგად მომისმინე თუ რამე შემეშლება გამაჩერე როიალი არის შავი არის შავი როიალი არა თეთრია თეთრი აი კარგი როიალი არის თეთრი შენ ხარ წამოწოლილი თეთრ როიალზე შავ კაბაში და გამახსენე როიალთან ვინმე ზის ვინმე უკრავს ამ დროს შეეშინდა ლალის შეეშინდა მეგობრებო კარგად გადა რა ჩვენ ის ფოტოს ისტორია უნდა მოგყვეთ ხო მოგავი ფოტოს ისტორია ჩანგალი დავდოთ ის ისტორია რა
თბილისი ლაივისტი ჟურნალისტის უნდა ყოფილიყო ფოტოსესია მე და ჩემი მეუღლე მოკლედ ვიღებდით სხვადასხვა ის იყო როიალთან უბრალოდ მოჭრეს და პიონერთა სასახლე უნდა ყოფილიყო ის ადგილი სადაც ეს ფოტოსესია ჩატარდებოდა და ცადეთ სხვადასხვა რაკურსიდან სურათების გადაღება და ბოლოს ძალიან კარგი ფოტოგრაფი იყო ვინც ამას აკეთებდა თქვა მოდი რა როიალთან ვცადოთ და შემოვიდა პიონერთა სასახლის ეს ცველი კაცი რომელიც დგას კარებში და რა შვებითო და მე ხა ეთუ შეიძლება წამოვწები შეიძლება ლამაზი სურათი გამოვიდეს და იცით თუ ამაზეო ცალკე გჭირდება თუ თხოვნაო ადმინისტრაციის სახელზე დაწერე წერილიო და მე რანაირად უნდა დავწერო იცით თუ შეიძლება წამომაწვინეთ პიონერთა სასახლეში თეთრ როიალზე და მოკლედ ვერი ხვეწის მე ხა 5 წუთი წამოვწები მე თან ახლა არა ვარ ხა ისეთ გასქებულო ჩავამტრიეს როიალი მეთქი და ნუ წამომაწვინეს მაგრამ იყო ესეთი ამბავი რა ამაზე ცალკე ნებართვა იყო საჭირო დაწერე ბოლო ეს არა ძალიან ვთხოვე რა მოხდა მე უფრო ძვირად გაყიდით თქო მე როზედ ვიწექი მეთქი ლალი ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრა მოსვლისთვის მომზადებისთვის მე ერთს ვიტყვი რომ ლალი მოროშკინამ თავი მიდიოდა ქალაქს ტოვებდა და მას შემდეგ რაც ჩვენ შევთავაზეთ ჩვენ გადაცემაში სტუმრობა ერთი დღით გადადო თავის გამგზავრება მეგობრებო აი ესეთი პატივისცემა და მოვიდა და დღეს ამ საღამოს იყო ჩვენთან ერთად და იყო ჩვენ ტელემაყურებელთან ერთად ძალიან დიდი მადლობა ეს იყო რუბრიკა სახიფათო პროფესორი ეს ყველაფერი შენია ლალი მოროშკინა დიდი მადლობა გადაცემის შემდეგი რუბრიკაა ხან 3 არიან ხან 5 ხან 6 ხან 4 მაგრამ მაინც ყოველთვის კვარტეტი ქვიათ ამ რუბრიკაში სტუმრად მოვიწვიე არაჩვეულებრივი ჩემთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი ანსამბლი ალილო დაასხედით მეგობრებო, დაასხედით. ალილო ცოტა ისეთი სახელია, იცი? ძალიან კარგი სახელია. არა, კარგი სახელია, მაგრამ ცოტა განსაკუთრებით მათთვის, ვისაც რბილი ლ აქვს. ხო? და თან განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ამ ანსამბლში ყველაზე ძალიან შენ მოწონხარ, წარმოიდგინე რომ ამბობს მე ანსამბლ ალილოში ყველაზე ძალიან მომწონს ლიაშაღლიონტი. ლიაშას მრავალჯამიერი. მრავალჯამიერი. როგორ ხარ ლაშუნა? გადასარევად. მოგვიყევი ლაშას არაჩვეულებრივი კონცერტი გქონდა და იყო ჩვენთან სტუმრად. ერთი წუთით. დიახ. მინდა აღვნიშნო რომ ძალიან ნერვიულობდი კონცერტზე და ძალიან ავღელდი და საყვედურიც მივიღე ამის თაობაზე. შენგან შემოსიხარულო, იმიტომ რომ შემოვედი სანამ გრიმს ვიკეთებდი. ყველა ახსენეო და მე არ მახსენეო და მე მინდა ვთქვა. აი ამ შოუში ვახსენო ოთარ ტატიშვილი. ახსენა. კარგი, რაღაც თქვა გინდოდა შენ თუკანო? არა, მე ბევრი რამის თქვა გინდა. ხო, საერთოდ დიეტაზე როცა ვარ ხოლმე სამზარეულოს კარებს მიკეტავენ ხოლმე, მიბლოკავენ რა. ეხლა გოგო მყავს ერთი და мама უყურს ძალიან რა და პატარა იყო მაშინ ხშირად მიკეტავენ ხოლმე სამზარეულოს. ანუ სულ დიეტაზე ხარ. ხო და როგორ რაღაცა იყო, იცი? ვიცი რომ სამზარეულოში არის კატლეტი რა და ჩემი მეუღლე მიკეტავს ხოლმე რა. კი არ მიკეტავს, ნუ მიგრძალავენ ეხლა შესვლას ღამე და
შვილს ვიბარებდი ბავშვს, თითო კატლეტში ლარს უხდიდი და იპარავდი. და მე გამიძვირა 2 ლარი და ცოტა მაგარი მოხდა. სანამ საუბარს განვაგრძობდე მე ჩემ არაჩვეულებრივ მეგობრებთან ანსამბლ ალილოსთან არ გვაშინებ მოდ არა შენ ერთხელ ხო შეგაშინე დგას რომ ვაჩვენებ პირველად ჩემაში პირველად იყავი შენ მე გავხსენი შიშის ამბავი შენ გასევი შიში მაგრამ დაკავშირებით მაგარამის მოყვები რა ლაშა მიცის ხოლმე რა ერთი დიეტა მომცა რა მოხდა დიეტა მომცა რა დაწერილი არის დღეების მიხედვით არის ხორცის დღე თევზის დღე იქ კომბოსტო რაღაცა ხალეულის დღე და ასე შემდეგ. ეხლა პურმარეზე მოგეხსენება ხშირად თავად პურმარეზე. შანსი არ არის, შენ რა გინდა პურმარეზე? ხოდა, რო შევალთ ხოლმე პურმარეზე და მაგიდას რო ჩაუვლით ხოლმე ლაშა წინ მიდის ჩვენ უკან მივდოთ და რო გადახედავს თუ ესე იგი ბროლა თევზეულია, ჩაილაპარაკოს ხოლმე გამომხედავს. დღეს თევზის დღეა. თუ ბოლომად ხორცეულია, დღეს ხორცის დღეა. დღეს აი ესე ალაგები. ხო, დღეს ახლა ისეთი რაღაცა აი დედეტეროა ჯგუფი ჩამოსული ხო ისა ჩვენი ძმები. კი, შევჭუკი არაჩვეულებრივი. ხო, დღეს პატარა ისა შინაურული ფორმალები გვექნება მაგათთან და ეს გადავწყვიტეთ, ხო, გადავწყვიტე ვითომ დიეტას დავიწყებ მეთქი, მაგრამ დღეს ახლა იმათთან ერთად შანსი არ აქვს. სადღაც ვქეიფობ და ვიღაც ჯიგარი ეუბნება რომ ბიჭო რა თავს იკლავ. აი მაგრად უნდა ჭამ, მაგრამ დიეტაზე ვარ ითქვის და ჩუმჩუმად კი ჭამს ხოლმე, მაგრამ ჩვენ არ უნდა დავინახო და ვიღაც რო ეუბნება ბიჭო ეხა ჭამეო. დღისით ჭამეო და ღამით ნუ შეჭამე. ნუ ეხა იმ მომენტში ჭამოს და მე გამოტიალდება და უფ ეს აი კაცია. ეგეთი არა პური ამოვაგდეო, პური რო ამოვაგდე ერთი გოჭი შევჭამე და რანაირად ამოვაგდო ეს პური და გოჭი ჯობია. აი პური რო ამოვაგდო დილით რა უნდა და აი ჩაის რო სვა რა. იმიტომ ხარ მაგ დღეში ხარ. სანამ რომ ველაპარაკები ვიცით ქალაქში ყველაზე კაი ხინკალი სადგეცდება სად აი ლაშამიც სადგეცდება კავკასიაში ამასთან ეს ერთი პატარა რეკლამა გასვლის წინ ფული გამოვართვით ისე არ გაუშვათ გასვლის წინ აი იმის Power Power-ის რეკლამებს რო აკეთებდი აქ შეფარულად და შეკრული რო ხარ იქ შეკრული ვარ მაგაზია ზოგადად ჩამომხმარი რო ხარ მაგერთან ჩამადგმევინე სიტყვა დავაი ესე იგი ორგულს რო პანთიჟებდი სიტყვის იმედი ქონდა შეგაც ესე იგი ის სიტყვა მინდა ის სოსო მაცალე ლაპარაკი სოსო მაცალე ლაპარაკი ძალიან თქო რა აკიდე ნახე მე ვჩერდები აკიდოა ვერჩერდები არ შემიძლია. სხვათა შორის გია დავითიანი არაჩვეულებრივად უკრავს საქსოფონზე. საქსოფონი არის ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ინსტრუმენტი. გია დავითიანს ძალიან უყვარს ჯაზი ხალხო. ძალიან და ასრულებს საკმაოდ მაღალ დონეზე გერშვინის ცნობილ თემას, ცნობილ იავნანას, რომელსაც შემარცხვინე ხო Summertime ეწოდება. ეს გადაცემა რაღაცნაირად ბენდი დამეთანხმება, რაღაცა ჩვენი გადაცემის გიმნიც გახდა ხო, სტუმრებმა იმღერეს რამდენჯერმე და ეხლა მინდა ვთხოვო გია დავითიანს ბანდეროლთან ერთად შეგვისრულოს ჯორჯ და ირა გერშვინების ეს ცნობილი კომპოზიცია. საუკუნეა ხელში არ ამიღია როგორ გამომივა არ ვიცი წინასწარ რა ვიცი ვერაფერს ვერ გეტყვით ნახოთ მაშინ დაჯექი მოდი საერთოდ Thank you.
დიდი მადლობა, დაუბრუნდი გია შენ ადგილს. სხვადასხვა მინდა აღვნიშნო, რომ აი ჩემ სოლო რეპერტუარში არის რამოდენიმე სიმღერა, სადაც გია აკეთებს აკომპონიმენტს საქსოფონის დახმარებით და ვერავის ვერ ვამდე გიას გარდა და ძალიან დიდი მადლობა მათთან. ძალიან კარგი იყო, ძალიან კარგი, ძალიან ვისიამოვნეთ ამ არაჩვეულებრივი კომპოზიციით. ახლა მაინტერესებს პროფესიით, მე კი ვიცი, ხალხს აინტერესებს პროფესიით ვინ ხართ და სად მუშაობთ? რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სად მუშაობთ? დავიწყო მე? დაიწყე. მე პროფესიით ესე ვთქვათ ინსტიტუტით ვარ ექიმი, მაგრამ ამჟამად სამედიცინო პრაქტიკას ში არ თამამად ლაშა თამამად რაღაც მიზეზების გამო ჯანმრთელობა თვალი და რაღაცები და ეხლა ვარ კომპანია OSMP არის ესეთი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი. OSMP ხო იცით რა არის ხალხო? OSMP რომ მეც არ ვიცოდი ასე თუ ერქვა. თორე ეს არის რა ქვია paybox-ები რო უდგათ და რო იხდით და დაკუჭული ფული თუ არ შეტენეთ კი წინა რო აი ლურჯი აპარატები რო არის აი ეგ არის ლურჯი აპარატები. აი სოსოც ჩემთან მუშაობს, ანუ სოსოც ჩვენთან მუშაობს, მიშა ჭონიშვილი ჩვენი წევრი დირექტორი არის. და იყვიან ჩაწყობა არ არის ქვეყანაში. მე არა ვარ. შენ არა ხარ. ისე არაჩვეული იმის ჩამიყლაპა 10 ლარიანი. ეს ბექაია. ეს უბრალოდ ბექაია. ეს ბექა. ჩამიყლაპა 10 ლარიანი. ჩაგიყლაპა 10 ლარიანი. ჩამიყლაპა 10 ლარიანი. ჩემმა აპარატმა. შენმა აპარატმა. ლურჯმა. დალტონიკი ხო არა ხარ შენ? არა. ლურჯი. ჩამიყლაპა. სხვადასხვა. რამდენი ჩაგიყლაპა? 10 ლარი. აი დავაბრუნო მაინც. მოდი. ეს ამაში ხა 5 პატნეც მომხდოს. 100 აკეთებს ფულს ეს გაჭირვება. აი 10 ლარი ძირფასო მეგობრებო გამოვართვი ჩემ მეგობარს. იმან ტაუერ პაუერმა მალახ არ ამოგიგდო შემთხვევით, მაგრამ დიდი ფული აქვს. არა, ესეთი ისა მაქვს, წინადადება მაქვს. წესით ეს აპარატი ხო, ბოლოს ახმოვანებს კიდევაც. ხო, უბრალოდ თქვენ გამორთული გაქვთ. ახმოვანებს კიდევაც. ეხლა თან ეს აპარატითაც ხო ფუნქციონირებს. ეხლა ინტერნეტშიც არის გადაიხადე ჯის აკრებს და ეგრევე ეს აპარატი გამოჩნდება. მე მაქვს წინადადება. კი. ამ ფულს დაგიბრუნებ უკან. აი, გავამართვი ექიმო. მოგიდა პირდაპირ ეთერში ჩაგირიცხავ ტელეფონიდან ეგრევე. არა ძმა, არ მინდა. რა მინდა იცი? იქაც ვარ აი, მაინც აპასნია ფულის. ამ თქვენ OSPM-ის აპარატი. OSMP. ძალიან გთხოვთ. OSMP ბოდიში. მოამახინჯებ. OSMP აპარატში. აი, რა მინდა იცი რომ დასრულდება ისა რა ქვია, ოპერაცია. ხო? და რო თქვას თვითონ აპარატმა რომ ძალიან დიდი მადლობა, თქვენი ოპერაცია დასრულებულია, არ დაგავიწყდეთ, კვირას 21 საათზე ღამიშოუ ოთარ დაწესულთან. და მე რა გაგრძელდება? შეიძლება ასე რომ იყოს? მე რა გაგრძელდება, ხო იცი ისა? ხო. ერთხელ ჩვენ ერთად ვიყავ, მე სიმღერა სადახარ ჩემო ოთუნა გამთენებია. ხო, სხვათა შორის ერთი პერიოდი მქონდა ჩვენ გადაცემაში ეს ვისაუბრეთ, მე მგონი შენ რო ვიყავი. ხო, DJ ოთუნა რო ვიყავი, რადიო დუდუქში რო მუშაობდი, გადაცემაში ოთუნა დამარხვა ლაშა ღლონტმა. კარგი, მეგობრებო, დავითიანის ბალადა არაჩვეულებრივი იავნანა გერშვინის კარგი იყო, ერთად რას შეგვისრულებთ? ერთად შეგისრულებთ არაჩვეულებრივ სიმღერას, რომელიც ეკუთვნის ნატო თოთიბაძეს, ტექსტის ავტორია ნანა ცინცაძე. მონატრების ღამე. ამ სიმღერაზე ჩვენ გვაქვს კლიპი. ამ კლიპის პრემიერა ნანუკასთან იყო. აი მთაწმინდაზე რო ვართ. დიახ. იქ რესტორანი ახლა არ ფუნქციონირებს, მაგრამ კლიპის დროს გახსნეს ერთი დღით, მოაწესრიგეს ყველაფერი, შამპანურები, რაღაცები და უნდა ვიტრაბახოთ, რომ იმ რესტორანში არავის არ უქეიფია, ამდენი წელია ჩვენს გარდა. კლიპის გადაღების დროს დავლიეთ, გავხსენით. კი ბატონო. მთელი ამბავი. ეს გამომართვი მაინც შეიძლება. აჰა თქვენ. შეხვედრა იყო გვიანი მოლოდინი არ შემძლებია ეს დღეც გაილია დარდიანი დამღამებია აღარ მახსოვს რომ რაც აიღო სიყვარული და
საზეგალეული თევარეა თურმე ცემლის ვიმანცევა დაწაიღო დღეს უშენოდ დილა იწყება გული დარდით ისევისება შენი სახე არ დამავიწყდება დამავიწყდება ეს ხომ მონადრების ღამეა საზეგალეული ცერემლის ვიმანცევა დაწაიღო გადაიღო ეს ხომ მონადრების ღამეა საზეგალეული თევარეა თურმე ცერემლის ვიმანცევა დაწაიღო Gadaigo